ამჟამიდელი ენერგიები ვნახოთ, ძვირფასო მეგობრებო, ვნახოთ რა მოდის ყავაში. ეს არის ეტაპი, როცა და სადაც გრძნობ, რომ რაღაცა ძველი უნდა დასრულდეს და ახალი დაიწყოს. ამას თითქოს შინაგანად გრძნობ. ძველი ტვირთი ადამიანური თუ ემოციური ვეღარ გაკავებს. არის სურვილი თავისუფლებისა და ახალი გზების მოძებნის. ერთ კვირაში მოვა შანსი, რომელიც ახალი საწყისის ენერგიას მოიტანს. შეიძლება იყოს საქმე, ან ურთიერთობა, ან გზა. შენს თავს ახალ როლში აღმოაჩენ. თუ გზაზე ხარ, დაგჭირდება ფრთხილი არჩევანი. რადგან ყველა შესაძლებლობა არ იქნება შენთვის სასარგებლო. თავარი არჩევანში გულს და ინტუიციას უსმინო. ძალიან ბევრი ნალია მოდის თქვენს ჭიქაში. ბედი გახსნილი გაქვთ, მეგობრებო. ძალიან ბევრი გზაც მოდის, ახალი გზა, ახალი ენერგიების მატარებელი გზები. აი თითქოს მარტო დადიხარ, შესაძლოა მარტო დადიხარ ამ ეტაპზე, მაგრამ იცოდე, რომ მომავალში ვინც მარტო ხართ. ძალიან ბევრი თანადგომა გექნება ნებისმიერ საკითხში, სხვათა შორის. შეიძლება ურთიერთობა იყოს ან საქმე, ნებისმიერ საკითხში. ემოციურ სითბოს იგრძნობ, გელოდება ეს ემოციური სითბო, ეს ენერგია გეხმარება, რომ მარტო არ იარო, ანუ მარტო არ იქნებით, როგორც ჩანს. ეს არის წლის ბოლომდე და ახალი წლის ენერგიები. რჩევა თქვენთვის რაღაცა ახალის გეშინიათ. ნუ შეგეშინდეს, არ უნდა შეგეშინდეს ახალი ნაბიჯების, ნუ გეშინია ახალი ენერგიების. არ დაიბნე, წარსულში არ გადავარდე, მოусმინე საკუთარ გულს. ყველა ვარიანტში ძველი გზა, ძვირფასებო, ძველი გზა აბსოლუტურად ამოიწურა. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა. და ახალი ჯერჯერობით ბოლომდე არ ჩანს, მაგრამ ახალი გზა დაწყებული გაქვს. ხანდახან ეს ყველაფერი თქვენში იწვევს შიშს, ან დაუცველობის განცდას შესაძლოა, ხო? მაგრამ ვიცოდეთ, რომ ეტაპი გარდამავალია. აბსოლუტურად რას ახლა მიჩვენებს ეს ჭიქა, ეს არის დაბრკოლებები, რომლებიც მოდის უფრო მეტად გარემოდან, სხვისი გავლენებიდან, ან გავლენიდან, მაგრამ მაინც შიგნიდან, შენ შიგნით, ანუ შინაგანად ნებისყოფა და ძალა ენერგია მაინც გეძლევა, რომ ამ გავლენებს მოერიო და გადალახო ეს ყველაფერი.